მეფის წერილი შვილს. მეფე ერეკლეს შვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. გამორჩეული იყო მისი დამოკიდებულება ქალიშვილ თეკლასთანაც. საქართველოს ეროვნულ არქივში ის წერილი ინახება, რომელიც მეფემ 5 წლის შვილს ლაშქრობიდან გამოუგზავნა. იმისათვის, რომ მეფეს შვილი გაეხალებინა და წერილისთვისაც სერიოზული კორესპონდენციის სახე მიეცა, ერეკლე მეორემ იგი სამეფო ბეჭდით ქართულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ და სპარსულ ენებზე დაამოწმა. ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, საიდანაც დასტურდება გადმოცემა ხუთენოვანი ბეჭდის არსებობის შესახებ. გთავაზობთ ამონარიც წერილიდან. თეკლონა ჩემო, შენი სიბრძნის სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც შენ ხომ იცი და გონიერი ქალის ახარ. როგორც მიამებოდა და მაამებდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა. უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა. მეტი სიღრმისგან ვერ აღმოვიკითხეთ და ვერც არ შევიტყვეთ. შენთვის ახლა პირს კოსმა მომიხსენებია. შენ მაგიერად დედა შენმა გაკოცოს. 6 კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ ხვდით კიდემ ბევრ შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი. და თუ ღვთისნება იქნება, ჩვენს წამოღოთ. 1791 წლის 29 დეკემბერი. დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.